ზოგადად ჩვენ ხედავთ, რომ მანქანები, რომლებსაც ყოველდღე ვიყენებთ, იყენებენ ბენზინს და ალკოჰოლს. მაგრამ, როდესაც საუბარია სატვირთოებზე და ამ მძიმე ტექნიკაზე, დიზელი ყურადღების ცენტრში ექცევა. მაგრამ, რატომ ვიყენებთ დიზელს მძიმე ტექნიკაში? სალამი ინჟინერიის მოყვარულებო. დღეს გავხსნით საიდუმლოს, რომელიც შეიძლება თქვენს დაგისვამთ, როცა გინახავთ გიგანტური ექსკავატორი მუშაობისას ან ტრაქტორი მინდვრის დამუშავებისას. რატომ იყენებენ ეს ისეთი შთამბეჭდავი მანქანები, რომლებიც მთებს გადაადგილებენ და ლანდშაფტს ცვლიან თითქმის ყოველთვის დიზელს საწვავად? ეს შემთხვევითი არ არის და პასუხი ფიზიკის, ქიმიისა და ინჟინერიის კომბინაციას უკავშირდება. მაგრამ საბოლოოდ რა არის დიზელი და რა არის მისი ძირითადი მახასიათებლები? Que o tornam tão especial. დიზელი, ასევე ცნობილი როგორც დიზელის საწვავი, არის ნედლი ნავთობისგან მიღებული წიაღისეული საწვავის ერთ-ერთი სახეობა, ისევე როგორც ბენზინი. თუმცა, ის გადის განსხვავებულ გადამუშავებისპრის პროცესს, რის შედეგადაც ქიმიური შემადგენლობა ოდნავ განსხვავებულია. მისი ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული თვისებაა სიმკვრივე. დიზელი უფრო მკვრივია ვიდრე ბენზინი, რაც ნიშნავს, რომ იგივე მოცულობაში მას მეტი მასა და უფრო მაღალი ენერგეტიკული სიმკვრივე აქვს. ეს ერთ-ერთი საყრდენია, რომელიც განაპირობებს მის უპირატესობას მაღალი დატვირთვის სამუშაოებში. გარდა ამისა, დიზელს აქვს უფრო მაღალი აალების წერტილი, რაც მას ნაკლებად აოთხებაც ხდის და გარკვეულ პირობებში უფრო უსაფრთხოა მასთან მოპყრობა და შენახვა, ვიდრე ბენზინი. მაგრამ როგორ გარდაიქმნება ეს ენერგეტიკული სიმკვრივის განსხვავება დიზელსა და ბენზინშოვის უპირატესობად მძიმე ტექნიკისთვის? წარმოიდგინე, რომ ძალიან მძიმე ზუგ-ჩანთის ტარება გიწევს. ამისთვის ენერგია დაგჭირდება. ანუ უნდა იქოებო, რომ შეძლო მისი ტარება. ეხლა თუ შენ პატარა წასახემსებელი გაქვს ან სრული სადილი, რომელიც მოგცემს მეტ ენერგიას ამ ამოცამის შესასრულებლად. თუ თქვი სრული სადილი, სწორად უპასუხე. საწვავებთანაც მსგავსი სიტუაცია. იმის გამო, რომ დიზელი უფრო მკვრივია, 1 ლიტრი დიზელი დაახლოებით 10-დან 15%-ით მეტ ენერგიას შეიცავს, ვიდრე 1 ლიტრი ბენზინი. ეს ნიშნავს, რომ იგივე სამუშაოს შესასრულებლად დიზელის ძრავას ნაკლები რაოდენობის საწვავის დაწვა სჭირდება. მანქანებისთვის, რომლებიც საათობით მუშაობენ, უზარმაზარ ტვირთებს გადაადგილებენ, ან ტონობით მიწას თხრიან, ენერგოეფექტურობა გადამწყვეტი ფაქტორია, რომელიც პირდაპირ გავლენას ახდენს ავტონომიასა და საოპერაციო ხარჯებზე. ეს იგივეა, რაც საწვავის ავზი, რომელიც იმავე რაოდენობის საწვავით მეტ კილომეტრს ან მეტ სამუშაო საათს გაძლევს. ახლა კი კიდევ ერთი უკიდურესად მნიშვნელოვანი საკითხია ბრუნვის მომენტი. ამ მძიმე მანქანებისთვის დაბალ ბრუნვებზე ბრუნვის მომენტი კრიტიკულია მუშაობისთვის. და როგორ გამოირჩევა დიზელი ამ მხრივ? ბრუნვის მომენტი არის დამგრეხი ძალა, ანუ ძრავის უნარი, რომ რაღაც დაატრიალოს, ან მბრუნავი ძალა გამოიყენოს. მძიმე ტექნიკაში, როგორიცაა ტრაქტორები, ექსკავატორები ან ანწეები, თავარი არა საბოლოო სიჩქარეა, არამედ მოძრაობის უნარი, ან უზარმაზარი ტვირთების აწევა ადგილიდან, ან ძალიან დაბალ სიჩქარეებს. დიზელის ძრავები შექმნილია იმისთვის, რომ დაბალ ბრუნვებზე უფრო დიდი ბრუნვის მომენტი გამოიმუშაონ, ანუ ზედმეტი ხმაურისა და აჩქარების გარეშე. ეს მნიშვნელოვანია მძიმე ტვირთის დაძვრისას, დატვირთული სატვირთოთი ციცაბო აღმართზე ასვლისას, ან ღრმა ორმოს ამოთხრისას. შესაძლებლობა, რომ ეს უხეში ძალა მყისიერად და თანმიმდევრულად მიეწოდოს. მოტორის მაღალი ბრუნვაში მუშაობის გარეშე ეს დიზელის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობაა და მისი არჩევის ძირითადი მიზეზებიდან ერთ-ერთია. მაგრამ ეს მაღალი ეფექტურობა და ბრუნვის მომენტი ნამდვილად ნიშნავს საწვავისა და ოპერაციულ ეკონომიას ყოველდღიურობაში. აბსოლუტურად დიახ. დიზელის მაღალი ენერგეტიკული სიმკვრივის და დიზელის ძრავების დაბალ ბრუნვებზე მაღალი ბრუნვის მომენტის წარმოქმნის უნარის კომბინაცია იძლევა საწვავის უკეთეს ეკონომიას, განსაკუთრებით დატვირთვის პირობებში. მიუხედავად იმისა, რომ ბენზინის ძრავა შეიძლება დასჭირდეს უფრო მაღალი ბრუნვები მაქსიმალური სიმძლავრის მისაღწევად, რაც მეტ საწვავს ხარჯავს, ამ პროცესში დიზელის ძრავა საჭირო ძალას აწვდის. უფრო მშვიდად და ეკონომიურად.
კომპანიებისთვის, რომლებიც მძიმე ტექნიკის ფლოტებს მართავენ, სადაც საწვავის ხარჯი საოპერაციო ხარჯების დიდ ნაწილს წარმოადგენს, ეს ეფექტურობა დროთა განმავლობაში მნიშვნელოვან დანაზოგებში გადაიქცევა. ნაკლები გაჩერება საწვავის შესავსებად და თითოეული ლიტრი საწვავის უკეთესი გამოყენება ნიშნავს მეტ პროდუქტიულობას და სამუშაო საათზე ნაკლებ ხარჯს. მართლა უფრო გამძლე და მტკიცეა დიზელის ძრავები ბენზინის ძრავებთან შედარებით. ზოგი ამბობს, რომ დიზელის ძრავები მთელი მანქანის სიცოცხლის განმავლობაში ძლებს. სიმართლე ისაა, რომ ასეა და ეს ერთ-ერთი მთავარი სიმართლეა მათ შესახებ. დიზელის ძრავები აშენებულია ბევრად უფრო მძოლძი მუშაო პირობების გასაძლებად. ისინი მუშაობენ უფრო მაღალი შეკუმშვის კოეფიციენტით, ვიდრე ბენზინის ძრავები, რაც მოითხოვს უფრო გამძლე და მძიმე კომპონენტებს, როგორიცაა უფრო სქელი ძრავის ბლოკები, უფრო ძლიერი კრანკშაფტები და უფრო გამძლე შატუნები. ასეთი გამძლე კონსტრუქციის გამო დიზელის ძრავებს, როგორც წესი, ექსპლუატაციის უფრო ხანგრძლივი ვადა აქვთ და მათი ექსპლუატაციის განმავლობაში ნაკლებად საჭიროებს მოვლას, თუნდაც უწყვეტი და ინტენსიური გამოყენების პირობებში. სად შეგვიძლია დავინახოთ დიზელის ეს უპირატესობა ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში? მაგალითები უამრავია და ყველგან გვხვდება. იფიქრეთ გიგანტურ ექსკავატორებზე, რომლებიც სამშენებლო მოედნებზე მიწას აყალიბებენ, ტრაქტორებზე, რომლებიც მიწას ამზადებენ, თესავენ და მოსავალს იღებენ. ამ ამწეებზე, რომლებიც კონსტრუქციებს ათეულობით მეტრის სიმაღლეზე წევს. სატვირთო მანქანებზე, რომლებიც საქონელს მთელ ქვეყანაში გადააქვთ, ავტობუსებზე, რომლებიც სამსახურში მიგუხავს და ასევე ენერგიის გენერატორებშიც, რომლებიც უზრუველყოფენ ელექტროენერგიის მიწოდებას შორეულ ადგილებში ან ელექტროენერგიის ქსელის მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაში. ყველა ამ შემთხვევაში მძიმე დატვირთვაზე საჭირო ძალა, გამძლეობა და ეფექტურობა დიზელის ძრავს აშკარა არჩევანს ხდის. ეს არის ძრავა, რომელიც ამოძრავებს ეკონომიკას, მშენებლობასა და სოფლის მეურნეობას და მრავალი ინდუსტრიის საყრდენს წარმოადგენს. და რა ხდის დიზელს? ასეთ სანდოდ უწყვეტი მუშაობისთვის და ყველაზე მძიმე დატვირთვებზე. სანდოობა კრიტიკული ფაქტორია ნებისმიერ სამრეწველო ან სამშენებლო ოპერაციაში. გაჩერებული მანქანა ნიშნავს ზარალს. დიზელის ძრავები შექმნილია იმისთვის, რომ იმუშაონ ხანგრძლივი პერიოდით, ხშირად 24 საათი დღეში, კვირაში 7 დღე გაუმართავობის გარეშე. მათი გამძლე კონსტრუქცია და მაქსიმალური დატვირთვის პირობებში სტაბილური მუშაობის უნარი მათ იდეალურს ხდის იმ გარემოებისთვის, სადაც შეწყვეტა მიუღებელია. იქნება ეს მაღაროში, დატვირთუ პორტში, თუ ფერმაში დიზელის ძრავის უნარი. იმუშაოს შეუჩერებლად და მიაწოდოს საჭირო სიმძლავრე შეუფასებელია. ისინი ნამდვილი სამუშაო ცხენები არიან, შექმნილი იმისთვის, რომ გაუძმონ მძიმე პირობებს და გააგრძელონ მუშაობა მაშინაც კი, როცა სხვა ძრავები უკვე დანებდებოდნენ. თუმცა აქვს კი დიზელს მხოლოდ უპირატესობები. ან არსებობს გამოწვევები და შეზღუდვები, რომლებიც უნდა გავითვალისწინოთ? რა თქმა უნდა ასეა. არც ერთი ტექნოლოგია არ არის სრულყოფილი და დიზელსაც აქვს თავისი სუსტი მხარეები. ისტორიულად დიზელის ძრავები ცნობილია როგორც უფრო ხმაურიანი და გარდა ამისა დამაბინძურებელი ნივთიერებების ემისიები მნიშვნელოვანი პრობლემა იყო. დიზელის ძრავები როგორც წესი გამოყოფენ უფრო მეტ აზოტის ოქსიდებს და ნაწილაკებს, ვიდრე ბენზინის ძრავები. თუმცა თანამედროვე ინჟინერია მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა ამ პრობლემების შესამცირებლად. ტექნოლოგიები, როგორიცაა დიზელის ნაწილაკების ფილტრები, სელექტიური კატალიზური შემცენცირების სისტემები, რომლებიც იყენებენ ARLA 32 და ინჟექცია. A eletrônica de alta pressão tem ნიშნულოვნად შეამცირა ემისიები, რის შედეგადაც თანამედროვე დიზელის ძრავები ბევრად უფრო სუფთა და ეფექტურია, ვიდრე წინა თაობების ძრავები. მიუხედავად ამისა, დიზელის ძრავის საწყისი ღირებულება, როგორც წესი, უფრო მაღალია, ხოლო მოვლა, მიუხედავად იმისა, რომ იშვიათად არის საჭირო, საჭიროების შემთხვევაში უფრო ძვირი შეიძლება იყოს. ეს რომ არ ვთქვათ ბიოდიზელზე, რომელსაც ჩვენს დიზელში ამატებენ. აქ ბრაზილიაში, სადაც უკვე გადავიღეთ ძალიან მეგობრული ვიდეო ამ არხზე, ვთქვი, თუ როგორ არის ის წარმოუდგენლად ცუდი, რასაც ავსებენ აუზებში და აზიანებენ მომხმარებლებს. თუ აქამდე მოხვედი და ვიდეო მოგეწონა, გამოიწერე არხი თუ ჯერ არ ხარ გამოწერილი და ალაიქე და გააქტიურე შეტყობინებები.
და თუ ჩვენი კონტენტი საინტერესო გეჩვენება, იფიქრეთ წევრობაზე, რომ დაგვეხმარო პლატფორმაზე კონტენტის შექმნის გაგრძელებაში და ჩვენს ვიდეოებში მოგიხსენიოთ. და თუ გაინტერესებს მეტი გაიგო იმ კურსებზე, რომლებსაც გირჩევთ, გამოიყენე აქ გვერდზე მოცემული QR კოდი ან ვიდეოს აღწერაში მოცემული ცემული ბმული, რათა მიიღოთ დომა მრავალ შესაძლებლობაზე სხვადასხვა უნარის განვითარებისათვის. შენ ეს განსხვავებას შეიტანს შენს პროფესიულ კარიერაში. და შენ? ოდესმე დაფიქრებულ ხარ ყველა ამ მიზეზზე. რომელი დიზელზე მომუშავე მძიმე ტექნიკა ყველაზე მეტადად გაკვირვებს? დატოვე შენი კომენტარი ქვემოთ, გააზიარე შენი გამოცდილება და გაუზიარე ეს ვიდეო შენს მეგობრებსა და ოჯახს. აქ გვერდით არის ორი საინტერესო ვიდეოს არჩევანი, რომლებიც აუცილებლად უნდა ნახო, რათა გააფართო შენი ცოდნა და დააკმაყოფილო შენი ცნობის მოყვარეობა. თუ გინდა რომ დაგვეხმარო, დაალაიქე ვიდეო, გამოიწერე არხი, გააქტიურე შეტყობინებები და დაფიქრდი არხის წევრობაზე. ეს იყო ყველაფერი ინჟინერიის მოყვარულებო. დიდი მოკითხვა და მომავალ ვიდეოში გნახავ.